მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2017 წელი ამოცანა ნომერი 3. ემასისა და რო სიმკვრივის სხეული წონასწორობაშია რო1 და რო2 სიმკვრივების ერთმანეთში უხსნადი სითხეების გამყოფ ზედაპირზეო, თავისუფალი ვარდის საჩქარებაა ჟ და მოგითხებიან გავსაზღვროთ რომელი სიდიდეების ცოდნა აუცილებელი და საკმარისი სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალის განსაზღვრისათვის. Აქეთ მოდით ახლა ეს სურათი ცოტათი გავადიდოთ ჩვენ და შევხედოთ ახლა ამ სხეულზე რა ძალები მოქმედებს, ხო? პირველ რიგში ამ სხეულზე მოქმედებს mg სიმძიმის ძალა. აგრეთვე ეს სხეული როგორც ხედავთ, რაღაც ნაწილი ჩაძირული არის მეორე სითხეში, ნაწილი რო1 სიმკვრივის მქონე სითხეში, ნაწილი რო2 სიმკვრივის სითხეში. შესაბამისად, ამაზე მოქმედებს არქიმედეს ამომგდები ძალა. ოღონდ პირველი სითხიდან მოქმედი არქიმედეს ძალა ცალკე იმოქმედებს, ესე იგი F1 არქიმედი გვექნება და ამას კიდე დაემატება მეორე სითხის მხრიდან მოქმედი არქიმედეს ძალა, შესაბამისად ამას კიდე უნდა დავუმატოთ F2 არქიმედე და გამომდინარე ახლა რადგანაც გითხრეს რომ ეს ჩვენი სხეული წონასწორობაში არისო, შესაბამისად ამ სხეულის აჩქარება ნულის ტოლი არის, აქედან გამომდინარე ჩვენ თუ განვიხილავთ ამ სხეულზე მოქმედი ძალთა ტოლქმედს, გამომდინარე იქიდან რომ აჩქარება ამ შემთხვევაში ნულის ტოლი არის, ძალთა ტოლქმედი გამოგვივა ნულის ტოლი, შესაბამისად გამოგვდის რომ F1 არქიმედეს დამატებული F2 არქიმედეს სიდიდით ტოლი უნდა იყოს mg სიმძიმის ძალის. თუმცა სიდიდეზე აქვს საუბარი, რა თქმა უნდა. და ახლა ჩვენ იმისთვის რომ ტოლობის მარცხენა მხარეს მოცემული F არქიმედეს ამომგდები ძალა გავსაზღვროთ, სრულიად საკმარისია, აუცილებელი და საკმარისი არის ვიცოდეთ მხოლოდ და მხოლოდ სხეულის მასა, როგორც ხედავთ, და თავისუფალი ვარდის აჩქარება. შესაბამისად, ეს სიდიდე დამოკიდებული იქნება მხოლოდ მასაზე და თავისუფალი ვარდის აჩქარებაზე. ამიტომ პასუხი იქნება A.